126 გვერდი. პირველი ამოცანა. სუფთა ნახევარგამტარში აქცეპტორული მინარევის შეტანით როგორი ტიპის ნახევარგამტარი მიიღება. აქცეპტორები გვაძლევენ ესე იგი ხვრელებს, ამიტომ ესე იგი მიიღება P ტიპის. მეორე ამოცანა. კომპიუტერის გამართულად მუშაობისათვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ მისი გამაგრილებელი სისტემა გამართულად მუშაობდეს. როგორ ახსნით ამით? ახლა თუ ტემპერატურული ცვლილება იქნება ძალიან დიდი, გაცხელდება, არა? ამიტომ ის ნახევრადგამტარები, რომელიც დიდი რაოდენობით კომპიუტერი შეიცავს, ესე იგი სწორი რეჟიმში არ იმუშავებენ. ამიტომ ესე იგი საჭირო არის მუდმივად დაბალი ტემპერატურის შენარჩუნება. მესამე ამოცანა. ნახევრადგამტარულმა დიოდმა პრაქტიკულად მთლიანად ჩაანაცვლა ვაკუუმური დიოდი. ნახევრადგამტარული დიოდის რა უპირატესობებმა განაპირობა ეს? პირველ რიგში ესე იგი ზომამ, ესე იგი ძალიან პატარა ზომის არის და სიაფემ, რა თქმა უნდა. მეოთხე ამოცანა. 201 სურათზე გამოსახულ წრეში, რომელშიც მუდმივი ძაბვის წყაროსთანაა მიერთებული, ერთნაირია ნათურებია. პირველი ნათურის ნათება ნორმალურია, მეორე და მესამე ნათურებიდან, რომელი აინთება ჩამრთველის ჩართვის დროს. გადავხედავთ ესე იგი სქემა, არის ესე იგი ნათურა, აქ არის ერთი დიოდი, აქ ჩამრთველი არის, ესე იგი აქ მეორე დიოდი არის. გადავხატოთ ეს სქემა, აქ ნათურა არის, რომელიც მუდმივად ამთია და აქ არის დენის წყარო. აქ პლუსი, აქ მინუსი. აქ არის ჩამრთველი. ახლა ეს პირველი ნათურა ყოველთვის ამთია. ახლა რაც შეეხება ამ სქემას, ესე იგი, დენი რო ჩავთავთ, ესე იგი ამ იმას რა ქვია, წრეში, ესე იგი, ეს არის მესამე ნათურა, ეს არის მეორე ნათურა, ეს არის პირველი ნათურა. ჩამრთველი ჩართვისას, დენი წავა დადებითი და უარყოფითისაკენ. ცხადია, რომ ესე იგი ეს დიოდი ჩაიკეტება, აი ამ მიმართულებით დენი ვერ წავა. ამიტომ აინთება მესამე ნათურა. იმიტომ რომ აქ დენს ეს დიოდი ატარებს. მესამე ნათურა აინთება. იმიტომ რომ დიოდი ატარებს აი ამ მიმართულებით. ამ მიმართულებით დენი ვერ გავა. მეხუთე ამოცანა. გამოთვალეთ 202 სურათზე გამოსახული წრედის წინაღობა. მოდით გადავხატოთ ესე იგი სქემა. ესე იგი, ეს არის ერი, ესეც ერი არის, ეს არის 2 ერი, აქ არის ესე იგი 2 ერი, აქ დიოდი არის ჩართული. აქ პლუსი არის, აქ მინუსი არის. ესე იგი, ამ შემთხვევაში დენი გაივლის ნახეთ რანაირად, ესე იგი, აი ამ დიოდში დენი არ გაივლის, ესე იგი, ეს შტო იქნება გათიშული. ამიტომ დენი წამოვა, თქვათ პლუსიდან, აქ გაიყოფა ნაწილი ესე წამოვა, ნაწილი ესე. ახლა ეს დენი დაბრუნდება ამ მიმართულებით, ესე იგი, გაივლის ესე, აქ შეერთება და მე ეს ჯამური დენი გაივლის აქ. ვთქვით, აქ აღნიშნოთ I1 აქ გაივლის, ქვევით გამოვა I2, ახლა ეს I1 და I2 შეიკრიბება აქა, I1, I2 და ეს ჯამური დენი I გაივლის აქეთ. ესე იგი, ჩვენ გამოგვდის, რომ ერი და 2 ერი მიმდევრობით არიან შეერთებული,
R-ს პლუს 2R ესე იგი ეს არის 3R ეს 3R R-თან პარალელურად არის შეერთებული მოდი ეს R შტრიხით ავნიშნოთ იქნება 3R R-ზე შეფარდებული 3R-ს პლუს R ანუ ეს არის 3R კვადრატი 4R-ზე 3 მეოთხედი R და ეს კიდე ესეც R ეს არის 2R 2R-თან მიმდევრობით არის ეს R შტრიხი მიერთებული ასე რომ R სრული გამოვა R შტრიხს პლუს 2R ამიტომ ეს გამოვა 3 მეოთხედი R-ს პლუს 2R ანუ 2.75R ახლა მეექვსე ამოცანა 203 სურათზე გამოსახული წყაროს ელექტრომამოძრავებელი ძალა 12 ვოლტია. შიდა წინაღობა კი უმნიშვნელოა. როცა ჩამრთველი გამორთულია ამპერმეტრი 1.2 ამპერი დენის ძალას აჩვენებს. ხოლო როცა ჩამრთველი ჩართულია 1.5 ამპერს. იპოვეთ დიოდის წინაღობა. ხო, აი გადავხატოთ ის, ჯერ ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი ელექტრომამოძრავებელი ძალა ეს არის 12 ვოლტი, შიდა წინაღობა ჩავთვალოთ რომ 0 არის, I პირველი დენი არის 1.2 ამპერი, ხოლო I მეორე ეგ არის 1.5 ამპერი და გვეკითხებიან დიოდის წინაღობას. R დიოდისა არის კითხვის ნიშანი. გადავხატოთ ესე იგი სქემა, ეს არის დენის წყარო, ეს არის ამპერმეტრი. აქ არის ესე იგი R წინაღობა. ხო, აქ არის ესე იგი დიოდი ჩართული. ხო და აქ არის კიდე ერთი ჩამრთველი. ხო. ეხლა ნახეთ რა ხდება, ესე იგი პირველ შემთხვევაში, როდესაც ჩამრთველი გამორთული არის. გამორთულია. მაშინ ესე იგი დენი გაივლის, დენის წყაროდან დიოდში და M1 წინაღობაში. დავწეროთ ესე იგი ომის კანონი ამ შემთხვევაში, ესე იგი I იქნება ელექტრომამოძრავებელი ძალა შეფარდებული R-ს პლუს R დიოდისა. ეს I პირველი არის. ეხლა I მეორე, როდესაც ჩართულია. ეხლა როცა ჩართული არის, აი ნახეთ AM-ის წინაღობა პრაქტიკულად 0 არის. ამიტომ დიოდში დენი არ გაივლის, გაივლის ესეთნაირად. აი ესეთნაირად. ამიტომ I2 იქნება E-epsilon შეფარდებული R-თან. ეხლა ჩვენ აქედან R შეგვიძლია განსაზღვროთ. R იქნება E-epsilon შეფარდებული I2-თან. ესე იგი ხო, და მე აქ შევიტანო და R დიოდისა დავადგინოთ. მოდი ჯერ აქედან დავადგინოთ, ესე იგი R-ს პლუს R დიოდისა არის E-epsilon შეფარდებული I პირველზე და R დიოდისა იქნება E-epsilon გაყოფილი I პირველზე მინუს E-epsilon შეფარდებული I2-ზე. ანუ ეს არის 12 გაყოფილი 1.2-ზე მინუს 12 გაყოფილი 1.5-ზე. აი ესეთნაირად გამოითვლება დიოდის წინაღობა. მეშვიდე ამოცანა. 204 სურათზე გამოსახულ წრედის უბანზე ძაბვა მუდმივია. როცა კაჩამრთველი გამორთული ამპერმეტრი 1.19 ამპერს აჩვენებს. რისი ტოლი იქნება ამპერმეტრის ჩვენება თუ კაჩამრთველს ჩავრთავთ. ისევ გადავხატოთ ესე იგი სქემა, ესე იგი გვაქვს ორი წინაღობა, ეს 4R არის, ესეც 4R არის.
ეს დადებით პლუსი არის აქა. მერე გვაქვს ესეთნაირად ერი, აქ ისევ ერი, აი აქ არის ჩამრთველი და აქ გვაქვს დიოდი. ესეთი სურათი გვაქვს. და აქ არის ამპერმეტრი. ხო, აქ დავაწეროთ თავის წინაღობები. ერი, აქ 2 ერი. ხო, ეხლა ნახეთ რა სიტუაცია გვექნება ჩვენ აქ. ესე იგი, ჩვენ გვეუბნებიან, როდესაც გამორთული არის, ესე იგი, ჩამრთველი, I პირველი არის 1.19 ამპერი. აი ნახეთ ეხლა ვნახოთ ესე იგი როგორ წავა დენი. ნუ ეს პლუსი არის. ნუ აქ მოხდება დენის გაყოფა, ესე იგი I პირველი აქეთ წამოვა, I მეორე აქეთ წამოვა, ეს დენები შეიკრიბება, ისე ვთქვათ, I პირველი, I მეორე, ეს ჯამური დენი შემოვა აქა. ესე იგი, ეხლა ეს ჩამრთველი გამორთული არის, აქეთ ვერ წავა დენი. ესე იგი, აქეთ დიოდი არ გაუშვებს. ამიტომ წავა აი ამ ერთ წინაღობაზე და შეიკრება წრედი. ესე იგი, ეხლა მოდი დავთვალოთ ამ სქემის წინაღობა. მასშტაბე დენი მოდის ნახეთ რანაირად. კიდე ერთხელ ვიმეორებ. აი წამოვიდა დენი, ამ ორში გაიარა, აგერ გამოვიდა, აქეთ ვერ წავიდა, აქეთ ვერ წავიდა, ესე წამოვიდა. ესე იგი, ეხლა ნახ რა გვაქვს, რომ ეს წინაღობები ერთმანეთთან მიერთებული არის პარალელურად. ესე იგი, ამობნის წინაღობა იქნება R' არის ნუ აქ შებრუნებული სიდიდეები იკრიბება, ნუ 1 შეფარდებული R' შეგახსენებთ. 1 4 R-თან პლუს 1 4 R-თან, ეს არის 2-ჯერ 1 4 R-თან. ასე რომ R' გამოვა 4 R-ის ნახევარი, ესე იგი 2 R. მერე ეს 2 R ისევ მიმდევრობით არიან შეერთებული. ასე რომ R სრული იქნება 2 R პლუს 2 R. ასე რომ მთელი წინაღობა იქნება 4 R. ეს გეს პირველ შემთხვევაში. ამიტომ საწყის შემთხვევაში ომის კანონი ჩაიწერება ესეთნაირად, რომ ეს I პირველი, ეს არის მოდებული ძაბო შეფარდებული 4 R-თან. ეხლა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ აი ამ ჩამრთველს ჩავრთავთ, აქ წინაღობა 0 არის. ამიტომ აქედან რო წამოვა დენი, მერე აი ამ წინაღობებში აღარ გაივლის, ესე იგი. ამიტომ ეხლა სრული წინაღობა R სრული შტრიხი იქნება მხოლოდ ამის წინაღობა. ვიმეორებ, რომ დიოდი აქ ვერ ატარებდა, აქ ეხლა ნულოვანი წინაღობა იქნება, ამიტომ დენი ესე გაივლის, ამიტომ სისტემის სრული წინაღობა იქნება აი რაც აქ დავთვალეთ, ესე იგი R', ამიტომ U შეფარდებული 2 R-ზე. მასშტაბე დენი I2 ეხლა იქნება U გაყოფილი 2 R-ზე. ნუ რო გავყოთ, ესე იგი I2 I R-ზე, გვექნება U გაყოფილი 2 R-ზე, U გაყოფილი 4 R-ზე, ეს R-ები გაიკვეცება, U-ები გაიკვეცება, იქნება 4 მეორედი, ანუ გამოვა 2 სტოლი. ესე იგი 2-ჯერ მეტი, ესე იგი I2 არის 2-ჯერ I1 და ეს იქნება 1.19 2-ზე, ანუ 3.8 ამპერი დენი გაივლის. მერვე ამოცანა. 205 სურათზე გამოსახულ სქემაში გადამრთველის რომელი კონტაქტთან მიერთებისას გაანათებს ნატურა. მიიჩნიეთ, რომ ნატურა მცირე დენის გავლის დროსაც ანათებს. ნუ მოდით დავხატოთ სქემა ისევ, ეს დენის წყარო გვაქვს, აქ არის რაღაცა R წინაღობა, აქ არის ისე რა ქვია დიოდი ჩართული, აგერ აქ არის ნატურა,
ხო და ამას აქვს სამი კონტაქტი. ერთი არის A კონტაქტი, მეორე არის B, აქაც დიოდი არის ჩართული, მაგრამ სხვა მიმართულებით და C არის აი ამ შემთხვევაში. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია შევაერთოთ ან ესე, ან ესე, ან ესე. ნუ ახლა დავიწყოთ იმით, რომ თუ აი ამ წერტილს C-სთან შევაერთებთ, ეს დენი ნატურაში საერთოდ არ გაივლის. ამიტომ C კონტაქტთან არ გაანათებს. ეხლა დავიწყოთ A კონტაქტთან. ცხადია A კონტაქტთან გაანათებს, იმიტომ რომ ეს დიოდი ატარებს ესე იგი დენს და აი დენი ესე გაივლის და ესე იგი A-სთან ესე იგი ანათებს. ეხლა B-სთან თუ შევაერთებთ, აქ რა გვექნება, რომ ეს დიოდი დენს არ გაატარებს, ესე იგი თქვათ არ გაანათებს, ამიტომ არ გაანათებს. ესეთი სურათი გვექნება. ნუ მეცხრე ამოცანა არის NPN ტრანზისტორში როგორი მინარევებითაა გამდიდრებული ემიტერი და კოლექტორი. ნუ დონორულით, რადგან ის გვაძლევს, ესე იგი ემიტერი და კოლექტორი N ტიპის არის, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ უარყოფითი გადამტანი ნაწილაკები არიან, ესე იგი და არა ხვრელები, ხო? ამიტომ ესე იგი ისეთი მინარევი არის, რომელიც ელექტრონებს გვაძლევს, ამიტომ დონორული იქნება. ნუ ახლა მეათე ამოცანა არის ესეთი. ტრანზისტორის ემიტერის წრეში დენის ძალა 3 ამპერია. კოლექტორსა და ბაზას შორის ჩართული რეზისტორის წინაღობა 2,5 კილოომია. იპოვეთ ძაბვა ტრანზისტორის ბოლოებს შორის. ნუ ეს იქნება ჩვეულებრივად U, იქნება I გამრავლებული R-ზე. ანუ ესე იგი იქნება 3 გამრავლებული 2,5 კილოომზე, ნუ 7,5 კილოვოლტი, ანუ 7500 ვოლტი.